ემიგრაციის მარშრუტები. გამარჯობა, დღევანდელი გადაცემის თემაა ვიზა ლიბერალიზაცია და მისი გავლენა მიგრაციის პროცესებზე. გადაცემას გაუძღვები მე ჟურნალისტი ია მახარაძე, პროექტის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი ინგა გურგენაძე, მიმართულების პროდიუსერი ნათია არველაძე. მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში, შეგახსენებთ ტელეფონის ნომრებს 240 91 92 240 92 92. გადაცემა ემიგრაციასა და ემიგრანტებზე. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 6-დან 7-მდე. საქართველოს ევროპის კავშირის სავიზო დიალოგის პროცესი 2012 წლიდან მიმდინარეობს და მისი მიზანია ევროპის კავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ევროპის კავშირის მიერ შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებას, სხვადასხვა მიმართულებებით, დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის მართვა, მიგრაციის პოლიტიკა, თავშესაფარი, საზოგადოების წესრიგი და უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ქართულ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების წარმომადგენელი ქეთევან კარბაია, ჩვენ ჩართვები გვექნება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელთან ბატონ მარკ ჰუსთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ჩაგვერთვება, ასევე ბელგიიდან ჩაგვერთვება ქართულ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების თავმჯდომარე ნინო შარაშიძე. ჩვენ ვიდრე ქეთევანს დავუსვავდეთ შეკითხვებს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი მარკ ჰუსტი გვერთვება ტელეფონით. მოგესალმებით ბატონო მარკ, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენთან გადაცემაში. ბატონო მარკ, თქვენი შეფასებით რა გავლენას იქონიებს ვიზა ლიბერალიზაციაზე მიგრაციის პროცესები? ანუ რამდენად იქნება ეს დარეგულირებული, ანუ მიგრაციის მართვა რამდენად იქნება შეცვლილი ვიზო მიმოსვლის შემდეგ? ახლა ბუნებრივად პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა. ვთქვა რომ სტუდიაში დღეს ვერ მოვედი. ახლა დადებითი მხარე ბუნებრივად ამ პროცესის არის ძალიან აშკარა და წასახი. ეს არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ბევრად მეტი შანსი ექნება ლეგალურად მოხდებადაში იმოგზაუროს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და მიიღოს ის სარგებელი, რაც ამასთან არის დაკავშირებული, როგორც არის ტავლა იქ დროებით, ასე ვთქვათ, სახმარელ ხალხთან ვიზიტის განხორციელება და ასე შემდეგ. იმის ნერვიულობის გარეშე, რომ შეიძლება ვინმე გახდეს, ვთქვათ, იმ 3 წლის განმავლობაში არალეგალი და ასე შემდეგ. ეხლა სხვა მხრივ არის კმები, რომ ვთქვათ, თავიდან შეიძლება ბევრი მოგზაუროს და მაინც იმედით, ან ილუზიით, რომ ეს უვიზო შემოსვლა ნიშნავს მუშაობის უფლების ქონა. ეხლა ყველა მითის რომ ასე არ არის და არც აძლევს, ვთქვათ, ხანგრძლივი ვიზის მიღებისთვის, ასე ვთქვათ, რამენ არის საფუძველი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს თალხაც მაინც მგონი არ უნდა გადმოიქცეს, იმიტომ ახლა მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები და მოსახლეობა ასე ვთქვათ, უკვე მეტი და მეტი ინფორმირებული არის ამ ვიზის ლიბერალიზაციის ზუსტი, ასე ვთქვათ, ხასიათისა და მე მგონი დადებითი მხარები აშკარაა და მე არ მგონია რომ უარყოფითი მხარე უნდა იყოს. და მაინც ბატონო მარკ, რომ განმარტოთ რა არის ვიზო მიმოსვლა, ანუ რა იქნება უარყოფითი და რა იქნება დადებითი ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენი შეფასებით? ვიზო შემოსვლა არის მართლა დადებითი. ეხლა რაც დაკავშირებული არის ვიზების მიღების პროცედურას, იმის მიუხედავად რომ კი ბატონო არის ვიზის მიღება ძირითადად დამართებებული იმის მე რაღაც უკვე მოქმედებს ეს კონკრეტული ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირის შორის, მაინც იქნება მოსახლეობისთვის პრობლემები, თუნდაც ვადასთან დაკავშირებით, ხო, ვიზის მიღების პროცესის მithumetes
დაკავებულ პერიოდებში როგორიც არის ზაფხული და ასე შემდეგ. ანუ ის პრობლემები მოხსნება. შესაბამისად ეს ასე რომ ძალიან დადიდით არის და მე თუნდაც მე არ ვარ საქართველოს მოქალაქე, მე ძალიან გამიხარდება, როცა შედის ესე ვთქვათ, ეს უფლება საქართველოს მოსახლეობას. ბატონო მარკ, თქვენ როგორც საერთაშორისო დონის ექსპერტი ამ საკითხებში, საქართველოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლას თუ კი მიიღებს, რამდენად მომზადებული შეხვდება ჩვენი ქვეყანა ამას და ეს ხომ არ გამოიწვევს მოსახლეობის გადინებას და უკან მათი არ დაბრუნების რამდენად დიდი საფრთხე შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, უფრო მეტი გადინება მოსახლეობის ვიდრე შემოსვლა. მოდი დავიწყოთ, რამდენად სახელმწიფო მზად არის საქართველოს. მე ვთვლი, რომ არის მზად, თუნდაც რეადმისიის თვალსაზრისით, ანუ თუნდაც საქართველოს მოქალაქე ლეგალურად იმყოფება, საქართველოს სახელმწიფო მაქსიმალურად თანამშრომლობს ევროპულ მხარესთან, რათა მოხდეს ამ პირების უკან გაგზავნა, თუ მაინც და მაინც არ ეხერხება ამათვის ლეგალური სტატუსის მოპოვება, ხო, ეს ერთი. ანუ ევროპული მხარე უკვე დარწმუნებული არის, რომ ასე ვთქვათ, არლეგალური იმიგრანტების დაბრუნების საკითხი არ გახდეს მტკივნეული. ეს უკვე აშკარად ფაქტია და იმისთვის ნამდვილად სახელმწიფო მზად არის. რამდენად მოსახლეობა არის, ასე ვთქვათ, შესაბამისად ინფორმირებული, ეხლა ეს არის პროცესი, ის უცბად ვერ მოხდება და შეიძლება ზოგიერთისთვის მაინც და მაინც მწვანეშუკი იყოს, რომ მოდით ეხლა გავსინჯოთ, ეხლა შეიძლება უფრო იხბალი ჩემსკენ იყოს ვიდრე ადრე და მაინც რაღაცნაირად მოვახერხებთ ჩემი არლეგალური სტატუსის ასე ვთქვათ ლეგალიზება. ეხლა ამის იმედია რომ მქონდეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თალხას როგორც სოგიამოს მე არ ველოდები, თუმცა არის ერთი წინაპირობა, ეს არის ასე ვთქვათ მუდმივი საინფორმაციო კამპანია, რომელიც უნდა განხორციელდეს და მგონი გაძლიერდეს კიდევაც ამ თვეებში, რათა მოსახლეობას არ გაუჭირდეს სწორი ინფორმაციით მოპოვება. დიახ, ბატონო მარკ, რა იცნება მათთვის, ვინც ახლა იმყოფება არალეგალად უცხოეთში და ბევრი ყავს ჩვენ ესეთი თანამემამულე? თვითონ ეს ლიბერალიზაციის ასე ვთქვათ ძალაში შესვლა არ ნიშნავს, რომ უცბად მათი სტატუსი ლეგალური გახდება. ეგეთი რამ არ არსებობს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მათთვის ეხლა ის ფსიქოლოგიური ბარიერი რაც ეხლა არსებობს, რომ ვაიმე ვერ დაბრუნდები საქართველოში, იმიტომ მე უკან ვერ შევა ევროკავშირის ქვეყანაში, ეს ქართულწილად ეს პრობლემა დარჩება, იმიტომ თუ დიდი ხანი პირი იმყოფება არლეგალურად, მაინც დაუტესტება ქართული უკან შემოსვლის შეზღუდვა. თუმცა ეს ვადა შეიძლება იყოს თქვა ერთი წელი, სიტყვაზე ვიწერეთ, საშუალო ვადა, იმის მერე უკვე მოხსნება და პირი უვიზოდ გაიმგზავრება უკან და აქვს შანსი რომ მოაწესრიგოს თავისი მდგომარეობა, მოეძებნოს სამსახურს და შესაბამისი შრომითი ვიზა მიიღოს შემდეგში და მოკლედ გაიხსნება მათ ვის უფრო მეტი შანსი და მე მგონი ფსიქოლოგიურადაც კარგად იმოქმედებს. ანუ იმედი უნდა გქონდეს, რომ იქნება რატიფიცირებული ბევრი დოკუმენტი სხვადასხვა ქვეყნებთან შრომით ხელშეკრულებებს გულისხმობ, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას. თუნდაც დროებით. დიახ. თუ ევროკავშირი ასე ვთქვათ, კმაყოფილი იქნება ამ ვიზის ლიბერალიზაციის შესრულებით და ანუ აშკარად ხედავს, რომ საქართველოს როგორც ქვეყანა მაქსიმალურად აკეთებს, რომ მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული მიგრაცია, ბუნებრივად შრომითი მიგრაციის შესახებ ძალკე ეს საჭიროა მაინც, იმიტომ მაინც ითხოვს ძალკე ასე ვთქვათ გაფორმება მსგავსი ლეგალური მიგრაციის ხელშეკრულებები, უფრო მზად იქნება ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ამისათვის. როგორ ფიქრობთ, საქართველოს უფრო მეტად უნდა გაამკაცროს მიგრაციის პოლიტიკა, იგივე იმიგრანტებთან მიმართებაში, ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ, განსაკუთრებით ტერაქტების ფონზე, როცა საქართველოს მოიაზრება რისკების ქვეყანად? იცით, ეს საკითხი არის
ну ეხლა საუბარი არის რამდენად საქართველოს აძლევს მოკალმეობა უცხოელებისათვის, ხო? ან რამდენად ადგილი არის საქართველოს სამსახურო დოკუმენტების გახალდა და იმ შემთხვევაში მაშინ ვიზის ლიბერალიზაცია ეხება საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკას. სხვა შემთხვევაში მეგონი დიდი კავშირი არ არის და ის საფრთხე და ასე ვთქვათ რომ უცხოელი ამითი სარგებლეს მეგონი ძალიან მცირეა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მარკ საინტერესო ინფორმაციებისთვის და დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენთვის მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა ჩვენთვის დრო გამოყავით. მსმენელებს და მაყურებლებს შევახსენებ რომ ჩვენ ტელეფონით გვერდებოდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი ბატონი მარკ ჰულსტი. ქეთევან საინტერესოა თქვენი პროექტი რომელიც უშუალოდ ეხება ქართველი ახალგაზრდების მისიებს ევროინტეგრაციულ ინსტიტუტებსა და ნატოში. აი რას გულისხმობს, რა ინფორმაცია მიგაქვთ ამ ინსტიტუტებში და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი გაერთიანების ჩართულობა, ვინაიდან თქვენი ორგანიზაცია წარმოადგენს სწორედ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი სტუდენტების საერთო ბაზას, გაერთიანებას და როგორც ჩემთვის ცნობილია სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩართულნი არიან თქვენს ორგანიზაციებში და მონაწილეობენ თქვენს პროექტებში. მნიშვნელობაზე სწორედ აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის ევროინტეგრაციის პროცესებში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, იმიტომ რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის როლი და ახალგაზრდობის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული და მადლობა ამისთვის. რაც შეეხება ჩვენ პროექტს, მე გახლავთ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქართულ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების წარმომადგენელი. ჩვენმა ორგანიზაციამ სამი მნიშვნელოვანი მისია განახორციელა ევროპაში და ბოლო იყო ყველაზე მასშტაბური, რომლის მონაწილე მეც გახლდით. ეს იყო ახალგაზრდული მისია ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენ განახორციელებთ 15 ოფიციალური შეხვედრა ევროინსტიტუტებში, ასევე სასამართლოებში და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარმართეთ იმ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რომელთა აზრით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის. ანუ საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სწორედ ვიზო რეჟიმის შემდგომში საკითხებში. ევროსაბჭოზე. დიახ, ევროსაბჭოზეა საუბარი, ასევე ჩვენ შევხვდით საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობას, საელჩოებს, როგორც ნატოში, ისე ევროსაბჭოში და ძალიან ეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი წარმომადგენლობები ევროპაში ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ საქართველოს მომავალი იყოს ნათელი, ევროპული და ძალიან სწორი. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, რეალურად ნებისმიერი პრობლემა საქართველოში იწყება ინფორმაციის ნაკლებობისკენ. ახალგაზრდებისთვის მინდა განვმარტო, რა მნიშვნელოვანი ეტაპები განვლო საქართველოს იმისთვის, რომ შემდგომში ვიზა ლიბერალიზაციის მიღების, ასე ვთქვათ, ძალიან გამართლებული მოლოდინი გქონდეთ. პირველი ეს იყო ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, რომელიც გულისხმობდა საქართველოში მიღებული კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. მეორე ფაზა გულისხმობს თვითონ ამ კანონების აღსრულებას და ყველა სტრუქტურა მაქსიმალურად არის ჩართული იმისთვის, რომ ამ კანონების აღსრულება მაქსიმალურად მოხდეს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ჩართულნი არიან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროპაში მცხოვრები ახალგაზრდები და ძალიან მნიშვნელოვან წვრილს იტანს ჩვენი ორგანიზაცია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან მნიშვნელოვან გარემოს უქმნის საქართველოში იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც უცხოეთში აქვთ განათლება მიღებული. ეს იყო სტაჟირების პროგრამა, ძალიან მნიშვნელოვანი და სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთად ჩვენმა ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები განახორციელა და ძალიან წარმატებულ პროექტად შეფასდა ჩვენი სტაჟირების პროგრამა, რომელიც განხორციელდა საქართველოში. ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება იმდენად რამდენადაც ზოგადად საქართველოს განვითარების ხედვა, ზოგადად საქართველოს განვითარებას მე პირადად ევროპის კუთხით ხედავ და ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანი ასე იფიქრებს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი გულისხმობს 180 დღის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღის ვადით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც რა თქმა უნდა 90 დღე არ
არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა განათლება მიიღოს ან თუნდაც იმუშაოს, თუმცა ეს არის ნდობის მომენტზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. იმ შემთხვევაში თუ იმ შემთხვევაში და რომ როდესაც აუცილებლად მოგცემს ჩვენ ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციას და შეგვეძლება ვიზა მიმოსვლა ევროპის მასშტაბით ეს წარმოადგენს ძალიან დიდ მნიშვნელოვან ნდობას საქართველოს მასშტაბით. თქვენ გაგდიმედი რომ 2016 წელს იცით რა არის იმდენად რამდენადაც ჩვენ პოლიტიკურ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს ვერ განვიხილავთ რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს გარკვეული საკითხები თქვენ აღნიშნეთ რომ თქვენ შეხვდით სწორედ იმ წარმომადგენლებს რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ევროკომისიის წარმომადგენლებს გულისხმობ საკურველია. დაინახეთ თუ არა მიზეზები იმის, რომ შესაძლებელია არ მოგცენ უვიზო მიმოსვლის საშუალება. რა თქმა უნდა, არსებობს იმის შანსი და ობიექტური შანსი იმისა, რომ არ მოგცენ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აბსოლუტურად მაქსიმალურად ის დავალებები, რომლებსაც ჩვენ გვაძლევს ევროკავშირი, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ 100%-ით შევასრულოთ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ფაზების და გარკვეული დავალებების შესრულების ხარისხზეა დამოკიდებული ჩვენი ამ პროცესში მაქსიმალური ჩართვა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ 100%-ით შევასრულებთ მათ დავალებად, ძალიან ისეთი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ პროცესებში მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული და ვიზა ლიბერალიზაციას მივიღებთ და ვიზა მიმოსვლის უფლება შესაბამისად. და აღსანიშნავია, რომ თვითონ მათი დამოკიდებულება არის ძალიან ობიექტური, რომ ისინი მზად არიან იმ შემთხვევაში თუ საქართველოს როგორც აღნიშნე მაქსიმალურად შეასრულებს იმ დავალებებს, ძალიან ღია ურთიერთობით და ძალიან ისე აპირებენ, რომ ჩვენთან წარმართონ ეს მნიშვნელოვანი პროცესი. დავალებები ახსენეთ კონკრეტულად რა დავალებებზეა დამატებით საუბარი, რომელიც ბოლომდე უნდა შეასრულოს, ან მესამე ფაზაზეა საუბარი ჩვენმა სახელმწიფომ. დიახ, იმისთვის რომ მივიღოთ, ამისთვის აუცილებელია რომ მინიმუმამდე იყოს შემცირებული კორუფცია, ორგანიზებული დანაშაული, პერსონალური მონაცემების დაცვა იყოს 100%-ით, ასე უმცირესობათა უფლებები და კიდევ არაერთი უფლება, რომელიც განახორციელებს და რომელიც განაპირობებს შემდგომში ამ პროცესის დაჩქარებას რასაკვირველია. და აღსანიშნავია ისიც, რომ მისიები ჩამოდიან საქართველოში და კონტროლირებადია თვითონ ეს პროცესები, რომ სწორი გეზი იყოს და სწორი, ესე ვთქვათ, მიმართულება ქონდეს დიახ საქართველოს და სწორი გზით იაროს იმისთვის, რომ შემდგომში მაქსიმალური შედეგი იქნას დადებული. უვიზო მიმოსვლის შემდეგ ხედავთ თუ არა გარკვეულ პრობლემებს, შესაძლებელია თუ არა იგივე ახალგაზრდებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, შექმნათ გარკვეული პრობლემები, რომელთაც აქვთ ზუსტად იმ ქვეყანაში ყოფნის, ბინადრობის, მუშაობის პრობლემები და მათ არ აქვთ ყოფში დოკუმენტაცია, იმიტომ რომ სწორედ ვიზა ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ხომ მხოლოდ უვიზო მიმოსვლას, არამედ აქ არის ინფორმაციული მიგრაცია, სწორი მიგრაციის მართვა, დოკუმენტაციის ასე ვთქვათ, სწორი სისტემატიზაცია. აი ამ საკითხებთან დაკავშირებით თუ შეიძლება რომ ინფორმაცია მივცეთ სწორედ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სწორედ აპირებენ უცხოეთში განათლების მიღებას ან სამუშაოდ გამგზავრებას. და გარკვეული იმედები აქვთ 2016 წლისთვის. რომ ვიზის გარეშე შეძლებენ სხვა ქვეყანაში უფასოდ გამგზავრებას. 90 დღე არ იძლევა ამის საშუალებას, თუმცა როგორც აღნიშნეთ, ნდობის მომენტია და რასაკვირველია ვიზა ლიბერალიზაციის შემთხვევაში გრძელვადიანი ვიზების მიღების გამარტივებას გამოიწვევს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. რაც შეეხება უარყოფით საკითხს და უარყოფით მხარეს, ნებისმიერ საკითხს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და საქართველოს როგორც განვითარებადი ქვეყანა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს. ეს არის ეგრეთ წოდებული რეადმისია, რომელიც გულისხმობს უპირობო დეპორტაციას. იმ შემთხვევაში თუ კი ვიზა ლიბერალიზაციას მივიღებთ, ის ადამიანები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან ამ სივრცეში, აბსოლუტურად მაშინვე მოხდება მათი უპირობო დეპორტაცია და ამის შესახებ საქართველოს აიღო ვალდებულება, რომ ამის ფინანსურ უზრუნველყოფას მოახდენს. რა თქმა უნდა, ეს უდიდეს პრობლემას წარმოადგენს პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ სტატისტიკური მონაცემებიც არსებობს იმის შესახებ, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ემიგრაციაშია და საქართველოს ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი სწორედაც ამით უკაცრავად ჩვენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გველოდება სატელეფონო ხაზია ბატონო გიგიაძე უკაცრავად ბატონო გიგი რომ გალოდინეთ მოგესალმებით ბატონო გიგი
მოგესალმებით, მისოხეთ რადიოს რა. ბატონო გიგი, საინტერესოა თქვენი შეფასება ვიზა ლიბერალიზაცია და მისი გავლენა მიგრაციის პროცესებზე, ანუ რა გავლენას მოახდენს უვიზო რეჟიმი მიგრაციულ პროცესებზე ზოგადად. როგორც იმიგრაციის, ასევე ემიგრაციის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში რასაკურველია. ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ძალიან კონკრეტულად არის განსაზღვრული თუ რას გულისხმობს. ეს არის ხანმოკლე, ანუ მცირე ვადიანი სავიზო რეჟიმის დაწესება საქართველოსთვის, რომელიც გულისხმობს 90 დღეს მხოლოდ 180 დღის მანძილზე. ანუ ეს წარმოიდგინოთ არის იგივე, რაც ტურისტული ვიზა ამჟამად არსებული საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად ის მოქალაქეები, რომლებიც მოისურვებენ ამ თავისუფლების სარგებლობას, მათ ექნებათ მხოლოდ 3 თვე, ასე ვთქვათ, 6 თვეში, რათა მათ დააყონ შენგენის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში, შენგენის ზონაში და ამის მეტი მათ უფლება არ ექნებათ. იმ შემთხვევაში თუ მოხდება, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმის დარღვევა, მოქალაქეებს მოუწევთ ასე ვთქვათ, უკან ისინი იქნებიან უკან დეპორტირებულნი უკან და დაკარგავენ თავისუფლებას დაახლოებით 5 წლით. შესაბამისად, ჩვენ ამას თავიდანვე ძალიან მკაფიოდ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ჩვენ უნდა იცოდეს ზუსტად რასთან ექნება საქმე, როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია უკვე ამოქმედდება საქართველოს თან მიმართებით, ეს იქნება შეზღუდული პერიოდით. მხოლოდ ეს იქნება კიდევ თქვი მოვიდა 180 დღეში 90 დღის მანძილზე ევროკავშირის ქვეყნებში შენგენის ზონაში დარჩენის საშუალება. დიახ, ბატონო გიგი, ჩვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს ყველა შანსი აქვს, რომ 2016 წელს ჩვენ მივიღოთ რეალურად უვიზო მიმოსვლა. აქვს ეს დიახ შესაძლებლობები და რამდენად არის მზად, როგორ ფიქრობთ ჩვენი ქვეყანა ამისთვის? შეასრულებს ყველა პირობას, დიახ. დიახ, საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა ყველა ის საშინაო დავალება, რომელიც განსაზღვრული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით და რომელიც საქართველოს გადმოეცა 2013 წელს. შესაბამისად, ის ანგარიში ევროკომისიის, რომელიც გამოქვეყნეს 2015 წლის ბოლოს, ანუ 15 დეკემბერს, მიდიან წლის 15 დეკემბერს, ორ კვირაში დაახლოებით, ჩვენი იმედია, რომ უნდა იყოს საბოლოო და დადებითი. შესაბამისად, ამა უნდა გაუხსნას უკვე გზა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ასევე არ უნდა გაგრძელდეს დიდი ხანი. სავარაუდოდ რამდენიმე თვე, აქ არის ლაპარაკი რამდენიმე თვეზე. თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ჩვენ ამის იმედი გვაქვს, ძნელია დაზუსტებით ხა ამის კოს რამდენი თვე დაჭირდება, მაშინ როგორც უკვე მე აღვნიშნე ჩემს წინა გამოსვლაში, ეს იქნება დაახლოებით ალბათ ზაფხულისთვის, მომდევნო წლის ზაფხულისთვის საქართველოსთვის უკვე ამოქმედეს უვიზო რეჟიმი ევროკავშირში. ბატონო გიგი, ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს სწორედ შრომით მიგრაციასთან მიმართებაში, რამდენად იქნება მოწესრიგებული და რამდენად ექნებათ ჩვენს თანამემამულეებს საშუალება სრულფასოვნად იშრომონ უცხოეთში და მათ კონდეთ შრომის უფლება. და ეკონომიკურად გამართულები დაბრუნდნენ სამშობლოში. დიახ, კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მკაფიოდ გავიმეორო, რომ ეს თავისუფლება, ანუ ეს რეჟიმი არ გულისხმობს სამუშაო ვიზის მიღებას. არც სასწავლო და არც სამუშაო ვიზა ამ რეჟიმით გათვალისწინებული არ იქნება. სტუდენტურ ვიზაზე რა სიტყვით, ბატონო გიგი, აქაც ესეც დაურთოთ მნიშვნელოვანია, დიახ? არა, იმ შემთხვევაში თუ ადამიანები მოინდომებენ სამუშაოდ და დასასაქმებლად წასვლას საზღვარგარეთ ან სასწავლებლად წასვლას საზღვარგარეთ, მას უნდა შეიტანოს შესაბამისი განაცხადი იმ შესაბამისი კატეგორიის ვიზის მისაღებად უკვე ჩვეულებრივი გზით, ანუ როგორც საქამდე ხდება. საკონსულოში შეიტანოს საბუთები და დაელოდონ უკვე ვიზის ამ კატეგორიის მიღებას თავიანთ პასპორტში. ეს არ გავრცელდება, ეს რეჟიმი არ გავრცელდება იმ ხალხზე, ვინც არის სამუშაოს მაძებარი საზღვარგარეთ, ან ვინცაც უნდა სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ. დიახ, ბატონო გიგი, რას ფიქრობთ, საემიგრაციო კანონი რამდენად იქნება კონტროლირებადი, გულისხმობს სწორედ საზღვრების დაცვას, ვინაიდან უვიზო მიმოსვლის შემდეგ შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეექმნა საქართველოს ამ კუთხით, განსაკუთრებით ტერაქტების ფონზე. დიახ, ამის საშიშროება ან რისკ ფაქტორები თუ იქნება შემდგომში გათვალისწინებული იმიგრანტებთან მიმართებაში. ეს რეჟიმი გავრცელდება როგორც უკვე აღვნიშნე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე
რომელსაც სურვილი აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტის მფლობელებზე, რომელსაც სურვილი ექნებათ რომ იმოგზაურონ ევროკავშირში. ანუ აქ არ ვიცი, მესამე ქვეყნების სკოლის ქვეყნებიდან არ იქნება ნამდვილად. მესამე ქვეყნების მოქალაქეებს არ იქნებათ ამის საშუალება. ეს რომ მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს. და ბატონ გიგი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა ეს ევროპასთან ვიზო მიმოსვლა რამდენად დაარეგულირებს ჩვენთან სამშვიდობო პროცესებს. რამდენად აისახება ეს ჩვენი კონფლიქტების მოგვარებაში? ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ, რაც უკვე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მოხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, საქართველოს პასპორტები ბევრად უფრო მიმზიდველი და ბევრად უფრო მოთხოვნადი გახდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრები მოსახლეობისთვის და რასაკვირველია იმ შემთხვევაში თუ მათ ექნებათ ამის სურვილი, რასაკვირველია შეუძლიათ მათ აიღონ საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ისარგებლონ იმ თავისუფლებას, რომელიც გაიხსნება საქართველოსთვის. ანუ რასაკვირველია ამ პროცესს ექნება და უნდა კონდეს დადებითი გავლენა ჩვენთვის და ყველაზე უმნიშვნელოვანეს საკითხს. დიდი მადლობა ბატონ გიგი, წარმატებებს გისურვებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რასაკვირველია. მსმენელებს და მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენ ტელეფონით გვესაუბრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონო გიგი გიგიაძე, ჩვენ მსმენელი გველოდება, მოგესალმებით. გამარჯობა. მე თქვენ სტუმარ გოგონასთან მაქვს შეკითხვა ესეთი, რომ ამბობს დავალებების შესახებ ეროვნულ უმცირესობათა უფლებებზე. ალბათ ამაში მოიაზრება აფხაზები, იმიტომ რომ დანარჩენები აქ ემიგრანტები არიან ფაქტიურად, აქ ცხოვრობენ, თვითონ თავის სამშობლო აქ დანარჩენ სხვა ერებს, მაგრამ ამას დავანებოთ. მე მაინტერესებს ინფორმაცია თუ მიაწოდა, რომ ეთნიკური ზუსტად ნიშნის მიხედვით ქართველები, ხო? ქართველებს არ უშვებენ ზუსტად იმ ოკუპირებულ თუ რაც ქვია აფხაზეთის ტერიტორიაზე. აი ეს თუ მიაწოდა და საიდან უნდა იცოდეს აბა არავინ არ ეუბნება აქ თავრობინა, ხო? ეთნიკური, ესე იგი, ეგენი არიან ფაშისტ, ეგეთი რამე, აი ორ მეომარ სახელმწიფოს შორის არ ხდება, რომ ეთნიკური ნიშნის მიხედვით იმან არ მიიღოს და არ შეუშვას თავის ტერიტორიაზე ადამიანი. აი ეს მაინტერესებს თუ იციან იმათ. დიდი მადლობა. მადლობა იმ საინტერესო შეკითხვისთვის. ქეთევან საუბარია ეროვნულ უმცირესობებზე, თქვენ ბრძანეთ იმის შესახებ, რომ სწორედ ერთ-ერთი მოთხოვნაა მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა და აქ როგორც ქალბატონმა განმარტა, მოიაზრებს აფხაზებს და ოსებს აი ამ საკითხებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, განვიხილეთ გარკვეული საკითხები, თუმცა როგორც მოგახსენებათ, ჩვენ ვიყავით. რა იგულისხმება, ანუ რა არის გაწერილი კონკრეტულად აი ამ უფლებებში, ვის ეხება ეს? და რა უფლებებზეა საუბარი ეთნიკური უმცირესობების, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ. ანუ ეთნიკური უმცირესობაში გულისხმობა ზუსტად ის ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც დღეს საქართველოში ცხოვრობენ, იმდენად რამდენად საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრები ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს 100%-ით დაცული იმისთვის, რომ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია მივიღოთ და თვითონ ევროპასთან ინტეგრაცია მოხდეს. რასაკვირველია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ეს საკითხები განვიხილეთ, თუმცა ეს უფრო ზემდგომ ორგანოებს შორის უნდა იყოს ალბათ გადაწყვეტის საკითხი. თვითონ ქალბატონმაც აღნიშნა, რომ ზემდგომი პირებიც ძალიან ესე ვთქვათ სიფრთხილით ეკიდებიან ამ საკითხთან გარკვეული ძალიან ისეთი საკითხები ისე საუბარს, ამიტომ დიახ, მსმენელი გველოდება შეკითხვის განმარტება სურს, მოგესალმებით. მე არ მეკითხავს, მე ვიკითხე, რომ პირიქით აფხაზეთში ქართველებს რომ ფეხს არ ადგმევინებენ ეგრეთ წოდებულ აფხაზეთში, რომელიც უფრო ბევრად დიდია, ვიდრე მოიაზრებოდა იქ სამუზაყანოდ შევიდა და მთელი რაიონები, ეს გასაგებია, კარგი ბატონო, გაუგებარია, მაგრამ ფაქტი ეს არის. აი რო ქართველი რო ხარ, იმიტომ რომ ენგურზე არ გატარებენ ისინი ხო, აი ეს ჩვენი უმცირესობა რა, დრო ქვია უმცირესობა. ხო ქვია მაგათ საქართველოს უმცირესობა, არა? ეს თუ იციან ევროპაში, თორე ის არ მასაკურველია, ქალბატონო, სწორედ ბატონ გიგისთან ამ საკითხებზე საუბრობდით, რომ უვიზო მიმოსვლის შემდეგ ეს აისახება, ფიქრობ ჩვენი დიდი იმედი გვაქვს, სწორად და ქართველებს შეგვიშვებენ აფხაზეთში. აი მე შემიშვებენ ენგურზე. აი ამის იმედები არსებობს. გარკვეულწილად, სრულად ვერ ვიტყვით, მაგრამ როგორც დაგვპირდნენ
ოფიციალური პირები სწორედ ხედავენ პერსპექტივას, გრძელვადიან პერსპექტივას, ხომ, როგორც მოვისმინეთ და არ ვიცი რას ფიქრობენ ევროკომისიის წარმომადგენლები, ქეთევან თქვენ ესწრებოდით. ვიდრე პასუხს გავცემთ მსმენელია, არ დაგვაუწყდეს ეს ამ შეკითხვის განმარტება. დიახ, მოგესალმებით. გამარჯობა, თუ გასწავლთ ეს უვიზო მიმოსვლა ძალიან კარგია ყველაფერი, მაგრამ ეს ვისთვის არის? ეს უვიზო მიმოსვლა ახლა საშუალო ხალხი გაჭირვებულია ყველანაირად და 3 თვით წასვლა მოსვლა იქ სეირნობისთვის ისევ მარტო მილიონერებს შეუძლია, ბიზნესმენებს შეუძლია და იმათვის არის ესე მთელი ამბავი ატეხილი. ვინ წავა ახლა 3 თვით ჩვეულებრივი ადამიანი? ეს რა დროსი არის ახლა ამაზე ამდენი დავა და ყველაფერი. არც უნდა ისწავლო, არც უნდა იმუშაო, უნდა ისეირნო და ამის საშუალება ქართულ ხალხს აქვს. ბოდიში, მადლობთ. გამარტოთ. მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის. ჯერ პირველ კითხვას დაუბრუნდები. მე მგონი ჩვენ კიდე ერთი მსმენელი მოგესალმებით მეორე შეკითხვაც. დიახ, მოგესალმებით. მესამე გამარჯობათ. მინდა დავაკონკრეტო ის რომ ვიზა ლიბერალიზაციას არანაირი კავშირი არ აქვს აფხაზეთსა და სამოქალაქო შესვლასთან. დიდი მადლობა. კი, ზუსტად ეს ამის განმარტება მინდოდა, რაც ახლა ქალბატონმა თქვა, ვიზა ლიბერალიზაცია გულისხმობს ევროპის კავშირის ქვეყნებში მიმოსვლის თავისუფლებას, ამ შემთხვევაში აფხაზეთი. ანუ არა, მე ვფიქრობ, აქ გამოიხატავს ბატონმა გიგიმ აღნიშნა, რომ სურვილი შესაძლებელია გაუჩნდეთ, სწორედ ოსეთში და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ აიღონ საქართველოს პასპორტი, იმიტომ რომ მათ უკვე შეეძლებათ ევროპაში უვიზო მიმოსვლა. აი ეს შანსები არსებობს და მნიშვნელოვანია. კი, რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი არ გულისხმობს. ეს რა თქმა უნდა არ გულისხმობს, რომ ჩვენ აფხაზეთ შემოვიერთებთ. უბრალოდ ეს რა თქმა უნდა, ამან შეიძლება ძალიან დადებითად ინტეგრაციული თვალსაზრისით დადებითი შედეგი გამოიღოს და ძალიან ადეკვატურია ამის, ვთქვათ, პროგნოზირებაც. დიახ, რა შეეხება პირველ მსმენელს ვუპასუხოთ, მეორე მსმენელს. დიახ, ეს იცით როგორც აღნიშნე 90 დღე ნამდვილად არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა სრულფასოვნად ან განათლება მიიღოს, ან თუნდაც იმუშაოს, თუმცა ეს შანსები არსებობს ამისი სტუდენტობისთვის განსაკუთრებით იგივე გადამზადებები, იგივე მოკლევადიანი ტრენინგები, რომელსაც ასევე ევროკავშირი უწყობს ხელს იგივე Erasmus+-ის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებით ხორციელდება საქართველოში და ეს ძალიან დიდი ნდობის საკითხს წარმოადგენს, როგორც აღნიშნე, წინა საკითხზე საუბრისას ნდობის საკითხს წარმოადგენს და გრძელვადიანი ვიზის აღების პროცესებზე ძალიან დადებითად აისახება შემდგომ, რა თქმა უნდა და ეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. დიახ, ქეთევან საინტერესოა, მოდი კიდევ ერთხელ განვმარტოთ ახალგაზრდებს რა შანსები აქვს თუ ვიზო მიმოსვლის შემდეგ. უვიზო მიმოსვლის შემდეგ იყო თუ არა საუბარი სწორედ ახალგაზრდების განათლების მუშაობის უფლებების გამარტივებაზე. დიახ, როგორც იცით, ჩვენ ვიმყოფებით და ეს აისახება თუ არა იგივე ამერიკის შეერთებული შტატების ქვეყანა, ანუ ამერიკაზეც იგივე უვიზო მიმოსვლა ევროპასთან გამარტივდება თუ არა ქართველი ახალგაზრდების განათლების მისაღებად ამერიკაში გამგზავრება. ეს ვიზა ლიბერალიზაცია ეს გულისხმობს ევროპასთან ვიზა ლიბერალიზაციას, თუმცა რასაკვირველია, საქართველოს სტატუს თუნდაც ამერიკის და თუნდაც ნებისმიერი სხვა არა ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაზრდის და ეს დადებითად აისახება სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისთვისაც. რაც შეეხება ჩვენ მისიას, როგორც მოგახსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით და არაერთი მოლაპარაკება გავმართვეთ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია იმის აღნიშვნა, რომ თვითონ მათთან ურთიერთობის დროს ძალიან მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული ის მოსაზრება, რომ ახალგაზრდობა არის ძალა, რომელსაც ქმედით ნაბიჯებით შეუძლია ქვეყნის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განავითაროს. ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი კი, რა თქმა უნდა, ასევე დადებითად აისახება, იმდენად რამდენადაც დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ახალგაზრდებს გულისხმობს, სწორედ განათლებისთვის მიდის ევროპაში. ამ შემთხვევაში ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ იმდენად საქართველოში ჯერჯერობით მივდივართ, რა თქმა უნდა, და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა
ჯერ ევროპის დონემდე განათლების კუთხით ძალიან ბევრი გვიკლია, ამიტომ ევროპა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ჩვენ თვითონ ჩავიდეთ ევროპაში, მნიშვნელოვანი განათლება მივიღოთ, კვალიფიკაცია ავიმაღლოთ, შემდგომში ჩამოვიდეთ და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ. და ვიზა ლიბერალიზაციას რა საკვირველია, ამაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. და ვფიქრობ, შესაძლებელია იყოს ძალიან ბევრი შანსები გაცვლითი პროგრამების. დიახ, გაცვლითი პროგრამები და ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი პერსპექტივა იყოს ახალი თაობისთვის. ჩვენი ორგანიზაცია, როგორც მოგახსენებათ, საერთაშორისო დონის ორგანიზაცია ქართველების შექმნილი ბელგიაში და იძლევა არაერთ გაცვლითი პროგრამაში წასვლის საშუალებას და რაც უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული ჩვენს პროექტში, მით უფრო მეტად გაიზრდება ცნობიერების ამაღლების კუთხით საქართველოს განვითარების ასპექტები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროკავშირი და ევროინსტიტუტები მაქსიმალურად არიან ჩართულნი იმისთვის, რომ ახალგაზრდები ძალიან აქტიურად იყვნენ ინტეგრირებულები იგივე პოლიტიკურ პროცესებში და საქართველოს განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან, რაც საკვირველია ახალგაზრდებმა და ეს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესიც, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს ამ საკითხებს. ქეთევან, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, თქვენ წარმომადგენლები და თქვენც ბრძანდებოდით სწორედ ევროპულ ინსტიტუტებში, ნატოში, რა ინფორმაცია ჩაიტანეთ საინტერესო ახალგაზრდებმა ამ ორგანიზაციებში და რა საკითხები წარმოიშვა იქ ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ ეხებოდა ევროინტეგრაციის თემებს. დიახ, ჩვენ გავმართეთ შეხვედრები ასევე ევროინსტიტუტებთან განსაკუთრებით ასევე ჰააგაში და სტრასბურგში დავესწარით სასამართლო პროცესებს და მოსამართლეებთანაც გქონდა შეხვედრა, ჩემთვის როგორც მომავალი იურისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი და სასამართლო რეფორმები, რომლებიც ტარდება დღეს საქართველოში, პლუს ამას თვითონ ის კონკრეტული გადაწყვეტილებები განვიხილეთ და მათი აზრი გავიგეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ თვითონ მათი მხრიდან შესაბამისად ჩვენ ახალგაზრდები მაქსიმალურად ვართ მოტივირებული იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესების განვითარების კუთხით. დიახ, ჩვენ ახლა ჩაგვერდება ბელგიიდან, როგორც ჩემთვის ცნობილია, ნინო შარაშიძე, ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების თავმჯდომარე. ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით, თქვენს მსმენელებს. ნინო, როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს უვიზო მიმოსვლას ახალი თაობის პერსპექტივებისთვის? გულისხმობ მათ განათლებას, ევროპულ ინსტიტუციებთან კავშირებს და ზოგადად უვიზო მიმოსვლის შემდეგ რა შეიცვლება თქვენთვის ახალი თაობისთვის? გუსმენდი მე თქვენ სტუმრებსაც, შეკითხვებსაც და ფიქრობ ახალი ბევრი არაფრის დამატება შემიძლია, თუმცა ამ საკითხზე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს. აი მაგათ ქალბატონმა დასვა შეკითხვა ეს მხოლოდ მილიონერებისთვის. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ბევრი პროგრამა არის ქართველი ახალგაზრდებისთვის, კეთიმაც აღნიშნა, რომელსაც თვითონ ევროკავშირი აფინანსებს. და ხშირად ხელს უშლის ხოლმე ზუსტად ეს სავიზო პროცედურები იმისთვის, რომ მიიღოს ადამიანმა იქ მონაწილეობა ამ პროექტებში. მეორე საკითხი უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროპასთან ფრენები არ ღირს პირი, ძალიან ბევრი დასაქმებული თუნდაც საშუალო ფენის წარმომადგენლები ახერხებენ თუნდაც დასასვენებლად წასვლას, თუნდაც დასათვალიერებლად თუ კვალიფიკაციის დასამაღლებლად. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება თუნდაც ერთი კვირით მაინც ან ერთთვიან კურსებზე წავიდნენ, ან დაათვალიერონ, ან განათლება მიიღონ, გაიცნონ ევროპის ღირებულებებს, ევროპულ ღირებულებებს და შემდეგ ის ჩამოიტანონ საქართველოში. ამ მხრივ ფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრს აბრკოლებს სავიზო პროცედურა და ამ მხრივ მნიშვნელოვნად გააძვილებს. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მე მაგალითად არ ვეთანხმები კონკრეტული ვადების დაწესებას, რომ აი ამ დროს მოგცემენ უვიზო მიმოსვლის საშუალებას. იმიტომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა. ჯერ ფიქრობ ძალიან ნაადრევია ამაზე ლაპარაკი იმ მხრივ, რომ არ დადებულა ეს თუნდაც 15 დეკემბერს ველოდებით ამ დასკვნას. თუმცა არავინ იცის როგორი პროგრესია ჩვენა საქართველოს, იმიტომ რომ წინა დასკვნის მიხედვით არ ვართ ჯერ ბოლომდე მზად რომ ეს მივიღოთ. ამიტომ არ ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი რომ მალე მოხდება. თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში რომ ეს მოხდება
და არც თუ ისე გვიან, მაგრამ არც ისე მალე როგორც აანონსებენ. ამიტომ ფიქრობ აჯობებს რომ თავი შევიკავოთ რაღაც თარიღების დასახელებისგან, რომ სწორედ ეს იწვევს შემდეგ ხალხში ნიჰილისტურ განწყობას, რომ აი არ უნდა ევროკავშირსო დაუშვათ ჩვენთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს და არ გვიღებენ და ისეც არის ხშირად რომ ერევათ რატომღაც უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრობაში და ისეც უნდა იყოს განმარტებული. კარგია რომ თქვენ არხს საზოგადოებრივ მაუწყებლის არხზე გადის სპეციალური ვიდეოები, რომელიც საზოგადოებას უმარტავს თუ რას ემსახურება ვიზო მიმოსვლა, თუმცა კარგი იქნება რომ უფრო მეტი გადაცემა და უფრო მეტად იყოს ხალხი ინფორმირებული. რას გულისხმობთ ნინო კონკრეტულად ინფორმირებულობაში, რა ასპექტებს უნდა გაეწიოს კონსულტაცია? პირველ რიგში ხალხმა უნდა გაიგოს, მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი. უვიზო მიმოსვლა ჩვენ არაფერს არ უკარგავთ, მხოლოდ ვიგებთ. ანუ შეიძლება ევროკავშირის წევრობას ჰქონდეს გარკვეული მინუსები, თუმცა უვიზო მიმოსვლას უარყოფითი არაფერი აქვს, თუნდაც აი ის, რაც თქვენ აღნიშნეთ, მიგრაციის კუთხითაც კი. ანუ ესეც უნდა იყოს განმარტებული, ამით პირიქით კი არ მოხდება დაუშვათ გადინება, იმიტომ ის ვისაც უნდა დაუშვათ წასვლა და არ ლეგალურად ყოფნა, ის ისედაც ახერხებდა სხვადასხვა გზებით. ამ ხრივ მე მგონი კიდევ უფრო მოწესრიგდება. დიდი მადლობა ნინო, უნდა დავასრულოთ, ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრ გადაცემას დავუთმობთ ამ თემას, ვინაიდან ნამდვილად საჭიროა უფრო მეტი ინფორმირება საზოგადოების და ჩართულობა სხვადასხვა პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების. მსმენელებს და მაყურებლებს შევახსენებ, რომ ჩვენ ბელგიიდან გვერდთვებოდა ქართულ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების თავმჯდომარე ნინო შარაშიძე და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ქართულ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების წარმომადგენელი ქეთევან კარბაია. ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით Radio 1G დაგვიკავშირდით. გაგვიზიარეთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები. გადაცემის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თამარ ჯანიაშვილი, წამყვანი ია მახარაძე. გემშვიდობებით. მიგრაციის მარშრუტები